ათხოვდნენ მაგალითად 13, 14, 15 წლის ასაკში. უარის თქმა ჩვენთან არ შეიძლებოდა. ვერ ვიტყოდით, რომ აი გათხოვებაზე ვართ, ვერ ვიტყოდით. ის ვიცოდით მხოლოდ, როდესაც მე-9 კლასს დავამთავრებდით, ან მე-8 კლასში შეიძლება და დავინიშნოთ, მე უკვე სკოლას დავამთავრებდით, გავთხოვდებოდით, იმიტომ რომ ეგრე გვასწავლეს ჩვენ. მე რომ მითხრეს უნდა დაინიშნო და უნდა გათხოვდა, სულ ვიყავი უარზე, მეთქი არ უნდა გთხოვ. პირველად რომ დამინიშნა, ძალიან განვიცდიდი მაგ ყველაფერს და არ მინდოდა გათხოვება. ძალიან ბევრჯერ ვთქვი უარი, მაგრამ არავინ არ მომისმინა. მე არ ვიცოდი რომ ის მერე წამიყვანდნენ ან თავშესაფარში გადამიყვანდნენ ან მსგავსი რაღაცები მოხდებოდა. მე ჩემთვის ვუთხარი რომ ჩინარა შენ ყველაფერი შეგიძლია. ძალიან რთულია ამ ყველაფრის გადალახვა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია ამ ცხოვრებაში. ეს ოჯახური ცხოვრება ფაქტიურად როგორ ვთქვა, ფაქტიურად ეს ცხოვრებაც არ იყო, ჩვენ ბავშვები ვიყავით, მე ძალიან ბავშვური ვიყავი, სათამაშოებით ვთამაშობდი და ჩემთვის იყო მარტო საპატარძლო კაბა, უფრო რაღაც თამაში და უცებ რეალობაში სხვა თემას წავაწყდი. ბავშვობაში ვარ ჩაჩენილი, აი ასე ვთქვათ, რეალურ სამყაროში ფაქტიურად ვერ ვიმყოფები, აი რაღაცა გაჭედილი ვარ იმ დროს და ამ დროს შორის. დღემდე დავრჩი მე ასე ვთვლი რომ მოუწიფებელი. ვიყავი 14 წლის ცელქი გოგო. ეს პიროვნება იყო ჩემზე 20 წლით დიდი. მე არ ვფიქრობდი სექსუალურ კავშირზე. ისე გააკეთა, რომ პოლიციამ უბრალოდ ესაბუთები ჩაკეცა. აზრი აღარ ქონდა ამ ყველაფრის გახმაურებას. რაღაცა შიშები მაქვს, რომ არ შეხედოს იქ სხვას, პატარას. ანუ ხალი ასაკში რო შედის, მგონია რომ კაც აღარ აინტერესებს. აღარ ეყვარება, აღარ მოუნდება და სულ უღალატებს და წავა აი ამ ქორფა ლამაზ გოგოებთან. ზოგადად ბავშვებიდან ვიყავი ძალიან განსხვავებული. სკოლაშიც, სახლშიც, ყველგან. ჩემ თანატოლებს რო ვიყურებდი, თუნდაც ჩემ დას მეზობელ ბავშვებს, გოგონებს რომ ათხოვდნენ მაგალითად 13, 14, 15 წლის ასაკში. უარის თქმა ჩვენთან არ შეიძლებოდა. ვერ ვიტყოდით, რომ აი გათხოვებაზე ვართ, ვერ ვიტყოდით. იმიტომ რომ მანდ ეგრე ვიყავით მიჩვეული, აი თუნდაც იყო ისეთი ამბები, როდესაც ბიჭი იყო რუსეთში, გოგო იყო სოფელში, აი აქედან გოგო იჯდა აქ, ნიშნობა იყო ჩვეულებრივი რაღაც ქორწილი და დიდი ამბებით, ბიჭის ფოტო ედო გვერდით, აი რა ვიცი, თითქოს მიცვალებულივით რა და აი ესე ათხოვებდნენ. ამ დროს გოგოს არც ტელეფონი ქონდა, არც ჩვენთან, ან ჩვენ არც ტელეფონებს ხმარობდით. მე-9 კლასში ვიყავი მე, მე-9 კლასზე რო დავინიშნე, მაშინ მიიღეს ტელეფონი. ჩვენ არც ვიცოდით სოციალური ქსელი რა არის, ანუ არაფრის აზრზე არ ვიყავით, უბრალოდ ის ვიცოდით მხოლოდ, როდესაც მე-9 კლასს დავამთავრებდით, ან მე-8 კლასში შეიძლება და დავინიშნოთ, მე უკვე სკოლას დავამთავრებდით, გავთხოვდებოდით, იმიტომ რომ ეგრე გვასწავლეს ჩვენ. როგორც დედაჩემი იგივე გზა გაიარა, თუნდაც სხვაგმაც იგივე გზა გაიარეს. პირველად მე რომ მითხრეს, ანუ ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა ჩვენთან. 14 წლის გოგო პირველად გაათხოვეს 12 წლის ასაკში. მერე ის გოგო გათხოვდა, მოიტაცეს, წაიყვანეს და მერე ერთი წელი იყო, ანუ იმას ქორწინებაში 1 წლის მერე დაშორდა, 14-ის თუ 13-ის იყო რომ დაბრუნდა, ისე ანუ მეოთხე, ანუ მეორეს გაყვარა, მეორედ ხო გათხოვდა, ამ ყველაფერს რომ ვიყურებდი, მეთქი ანუ რა ხდება, ჩვენ ბავშვობა არ გქონდა, ჩვენ თოჯინებით ვერ ვთამაშობდით, იმიტომ რომ დაგვსინოდნენ რომ არ შეიძლება. მე პირველად რომ დავინიშნე, ვიყავი 14 წლის. მე რომ მითხრეს უნდა დაინიშნო და უნდა გათხოვდა, სულ ვიყავი უარზე, მეთქი არ უნდა თქო. თან ჩვენთან ისეთი
ტრადიციაა, რომ მან აზერბაიჯანელი მასწავლებლები იყვნენ. არავინ არაფერს არ გვასწავლიდა და მე რო ვამბობ გათხოვებაზე უარს, უკვდათ ხოლმე საიდან იცი, რა გინდა სწავლა, აქ გამორიცხული ამბავია, საიდან რა გაიგე, რატო არ გინდა გათხოვება, მაგრამ მაინც ჩემ აზრს არავინ არ ითვალისწინებდა. არ ვიცი როგორ ვიპოვე ძალა, მაშინ რო დავინიშნე ყოველდღე რაც მერც ვეწებოდი რომ რაღაც გზა მასწავლე, რაღაც სასწაული უნდა მოხდეს. ჩვენთან მოვიდა რაღაც პროექტით ქართული მასწავლებელი. მაგას ვთხოვე პირველად დახმარება. თან მე ტელეფონი არ მქონდა, სახლის ტელეფონი მქონდა. ეგრევე მაგას დავუკავშირდი, იმიტომ რომ სკოლაში ლაპარაკობდა სულ, რომ შენ გაქვს ინტერესი სწავლაზე. სხვები იყვნენ ჩემ კლასში თითქმის ყველა დანიშნული. 6 ვიყავით გოგოებთან, თუ არ ვცდები. ყველანი დანიშნულები ვიყავით. ძალიან უხაროდათ, იმიტომ რომ ტელეფონი აჩუქა ბიჭმა, ეს უკვე მაგათთვის ყველაფერი იყო. ოქრო აჩუქა, ტანსაცმელებს ყიდულობენ და რაღაცებს, ესე იგი, ბედნიერი ვარ, ეს არის ჩემი ცხოვრება. მანდ განათლება რა არის არიციან. არ იცოდნენ ჩვენთან სწავლა და განათლება და უნივერსიტეტში ჩაბარება, ჩვენ არც ვიცოდით უნივერსიტეტი რა არის. მაგიტომ უარს ვერ ამბობდნენ. თითქოს აი ვიღაც მდიდარი ოჯახი თუ მოვიდოდა ხელისათხოვნელად, თანახმა იყვნენ და თხოვდებოდნენ. შეიძლება მაგალითად უარის თქმა იყო ეგეთი რა ქვია, შემთხვევებიც, მაგრამ მაინც თხოვდებოდნენ, იმიტომ რომ ოჯახის წინააღმდეგ ვერავინ ვერ გამოვიდოდა. მამა ჩემმა ორჯერ მაიძულა, რომ უნდა გავთხოვილიყავი. ჯერ თავიდან 14 წლის ასაკში, მერე 17 წლის ასაკში. პირველად რომ დამინიშნა, ძალიან განვიცდიდი მაგ ყველაფერს და არ მინდოდა გათხოვება. ძალიან ბევრჯერ ვთქვი უარი, მაგრამ არავინ არ მომისმინა. დაუკავშირდი ჩემს მასწავლებელს. მასწავლებელმა კი პოლიციაში დაუკავშირდა. მაგის მერე კი ისე მოხდა, რომ ჩვენ წაგვიყვანეს სამმართველოში. სამმართველოში მე მამა ჩემმა ხელი მოვაწერა, რომ პროკურორის თვალწინ, რომ აღარ გავათხოვებთ 18 წელს ასაკ, 18 წლამდეო. მაგრამ ისე გააკეთა, რომ მაინც იმ ბიჭზე ვიყავი დანიშნული, ჩვეულებრივად მოვატყუა, რომ მე ხმა არ მომიღო, რომ არ იყო დაჭერილი. მეორეჯერ როცა იგივე სიტუაცია გრძელდებოდა 17 წელს ასაკში, მაინც ძალიან ბევრჯერ ტელეფონი არ მქონდა. ისევ არ მქონდა ტელეფონი, რომ იმეს დავუკავშირდები, იმეს გავთხოვო დახმარება, არა, შანსი არ იყო. დღემდე საზოგადოება ფიქრობს, რომ მე ძალით დავაჭერინე მამა. ეგრე არ ყოფილა ნამდვილად. მე რო წამიყვანეს სამმართველოში, უკვე ქორწინამდე იყო 2 დღე დარჩენილი. მაგ 2 დღეში ყველაფერი თითქმის იყო მზად. პატარა ძის კაბები, კი ნათესავები იყვნენ ჩამოსულები, მზითვები, ყველაფერი იყო აბსოლუტურად მზად. რუსეთიდან, თურქეთიდან, ბაქოდან ნათესავები იყვნენ ჩამოსულები, ოქროები და რა ვიცი, ყველაფერი. მაგრამ თითქოს რაღაცა პატარა ის მქონდა, იმედი მქონდა, რომ მე არ გავთხოვდებოდი. ანუ არა, რაღაც სასწაული მოხდებოდა. ისე მოხდა, რომ ერთხელ წავედი მეჩეთში და მანდ იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი ჩამოსული. მაგის ნომერი გამოვართვი, ოღონდ დღემდე არ ვიცი რატო გამოვართვი, ადამიანს არ ვიცნობდი საერთოდ. მგონი მეთმა გაიგო და მისმინა. მაგოგოს ნომერი რო გამოვართვი, იყო ქორწინამდე 1-3-4 დღე დარჩენილი, მაშინ ვიწერე მაგას. თან ქართული არ ვიცი. საერთოდ არ ვიცი, გამარჯობა, გაგიმარჯვეთ, როგორ ხარ, შეიძლება და translation შევედი რაღაც, დავგუგლე, რა ვიცი, გადავთარგმნე, მივწერე ამ გოგოს, დახმარება ვთხოვე და ამან დავუკავშირდა სახალხო დამცველს აპარატს, მერე პოლიციაში, რა თქმა უნდა, უკვე ყველა მიცოდა ეს ამბავი. მოვიდნენ მერე ჩვენთან პოლიციელები, წაგვიყვანეს სამმართველოში და იყო ერთი ამბავი. მან მე არ მითხრეს, რომ მამა შენს დავიჭერთ და რაღაც მსგავსი თემები ნამდვილად არ ყოფილა. უბრალოდ იქ ძალიან დიდი ხანი გაგრძელდა დაკითხვა. დედა ჩემი ყვირო და მამა ჩემი ერთი ამბავი იყო, მთელი სოფელი იყო რაიონში ჩამოსულები და მან სულ ყვიროდნენ, ჩხუბობდნენ, რომ გავუშვითო რა.
მერე მანდ ორი არჩევანი მქონდა ზუსტად, იყვნენ შსს-დან ჩამოსულები, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები და ესეთი არჩევანი მქონდა მან და ერთ-ერთმა მითხრა, რომ ან ჩვენთან წამოხვალო და ყველა შენი სურვილი აგისრულდებაო და თან ჩემი სურვილი ერთადერთი ეგ იყო, რომ მომავალში პოლიციელი უნდა გამოვიდე. ეგეც რატომ? იმიტომ რომ იმდენ მოძალადეს ხედავდით, თქოს, აი პოლიცია და იარაღი ჩემთვის იყო დიდი ძალა. ამას რო ვეუბნებოდი, დამცინოდნენ, რომ სად პოლიციელობა და სად შენ და სად უნივერსიტეტი და სად შენო. Ну, მოკლედ ორი არჩევნის წინაშე დავდექი და ან მამა და მის ბიჭი, ვისაც მათხოვდნენ, ეგ უნდა ამერჩია, ან უნდა წავსულიყავ პოლიციელებთან ერთად, ოღონდ არ ვიცი მომავალში რა მელოდება. ვიფიქრე, რომ სადაც მეთქი 17 წელია მეთქი მაგ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ თქო, ატი რაც მელოდება თქო რა და ავდექი ხელი მოვაწერე და პოლიციის მეორე კარიდან წამიყვანეს. ნამდვილად არ ვიცოდი რომ მომაჩემს დაიჭერდნენ, ეგ გავიგე ერთი თვის მერე. არ ვიცოდი, მაგრამ რომ ცოდნო და ალბათ მაინც გავაკეთებდი, იმიტომ რომ არ იყო ის ცხოვრება, რაც მე მინდოდა. ერთი და იგივე სიტუაციები, მოძალადეების ხელში ვიზრდებით, გოგოებს ათხოვებენ თავის ნებით წინააღმდეგ 14, 12, 13, 15 წლის. თან მანამდე ჩემი ბიძაშვილი სწავლობდა ამერიკაში, მაგას ვთხოვე, რომ წიგნი ჩამომიტანით თქო და ეგ წიგნი იყო ძლიერი ქალებზე დაწერილი. ერთ კვირაში დავამთავრე, ძალიან სქელი წიგნი იყო და ბოლოს დედაჩემმა აიღო და გადააგდო ეგ წიგნი, რომ ანუ შენ ხა გავიკეთო ეს ჭკუა საიდან მოგდისო და რატო არ გინდა გათხოვებო და რა წიგნის სწავლობ შენო და მამა ჩემი ისეთი მოძალადე ჩემს მიმართ რო ვთქვა არ იყო რა ანუ არ მცემდა მსგავს რაღაცებს არ აკეთებდა მაგრამ ფიქრობ რომ მამა ჩემიც იყო თვითონ საზოგადოების მსხვერპლი იმიტომ რომ ეგ ნახა მხოლოდ რაც ხდებოდა იქ იგივე საგრძელებდა იმიტომ რომ მაგათთვის არ იყო ის რატომ ანუ რაღაცან გათხოვება და გათხოვებაზე უარის თქვა მაგათთვის იყო რაღაც ისეთი ამბავი ანუ უკვირდათ რატო არ უნდა გათხოვება ან თუ 18 წლის გადაცილებული ხარ ესე იგი სოციალურად არავინ არ მოგიყვანს დარჩი სახლში უკვე ბებერი ხარ და ესეთი აზროვნება ჰქონდათ ჩემი ისტორიის მერე ძალიან შეიცვალა ჩვენ სოფელში ყველაფერი მაგრამ სხვებთან სხვაგან ნამდვილად ხდება, მალულად ხდება, მალავენ. კი ძალიან ახალგაზრდებმა ახლა რაღაც აი უნივერსიტეტში აბარებენ, სწავლობენ, ანუ ხმა ამოიღეს ბევრმა, ძალიან ბევრმა, მაგრამ მაინც ხდება და რა ვიცი, მე რომ მიკავშირდებიან ხოლმე დახმარების კუთხით, რომ აი შენი რჩევა გვინდა თუნდაც 13-14 წელს აქში მე ვიყავი აითაჯის სოფელში ჩასული ტრენინგი ჩავატარე მანდ. კი, ნამდვილად იყვნენ მანდ ძალიან პატარა ასაკში გოგოები, რომლებიც სკოლაში არ დადიოდნენ, ზოგი იყო დანიშნული, ზოგი იყო გათხოვილი, ზოგს სკოლაში არ უშვებდნენ და მანდ ისევ მალავენ ამ ყველაფერს, თუნდაც მასწავლებლებმაც. ქართველი მასწავლებლებზე არ მაქვს საუბარი, აზერბაიჯანელი მასწავლებლები არიან, ვინც ამას მალავენ და არ ამბობენ. თხემდა თუ ილაპარაკებდნენ ამაზე ღიად, ეხლა რა ვიცი, ალბათ აითაჯი ცოცხალი იქნებოდა და არა მხოლოდ აითაჯი, ძალიან ბევრს ემართება მსგავსი რაღაცები, ძალიან ცუდი და ძალიან განვიცდი, მაგრამ ანუ ერთს ვეხმარებით, ორს ვეხმარებით, სამს ვეხმარებით, მაგრამ ძალიან ბევრია. უბრალოდ ხმას არ იღებენ, ანუ ხმა უნდა ამოიღონ. ეგეც მესმის იმაში, რომ ზოგს ტელეფონი არ აქვს, ზოგს ეშინია. მე რო წამოვედი იქ და მე მეუბნებოდი, ძალიან განვიცდid მან ყველაფერს და მეშინო და მამა ჩემი ციხეში იყო, ჩემ ოჯახს რა ეშველება, როგორ არიან ახლა ძალიან ნერვიულობდი. მაგრამ მითხრეს, რომ მოვაერთით, რომ წარმატებული რო გახდებიო, გაგეცინება მაგ ყველაფერზე. ნამდვილად ეგრე მოხდა. ეგ ყველაფერი იყო ძალიან რთული. ტრამვები, მხოლოდ ბავშვობის ტრამვები მაქვს. ვცდილობ რომ არ ვიფიქრო იმაზე, რაც მოხდა. კი, წარმატებული ვარ ნამდვილად. დღეს ანუ იურისტი ვარ, მეოთხე კურსზე ვარ, წელს ვამთავრებ უნივერსიტეტს, მაგრამ ჩემ სოფელში თავიდან ლაპარაკობდნენ ჩემზე, რომ ეგო წარმატებული ვერ იქნებაო, არაფერიც არ გამოვაო მაგისგანო.
და რა ვიცი, ვერაფერს ვერ მიაღწევსო. მე მივაღწიე ნამდვილად, მივაღწიე, წარმატებულიც ვარ. ჩემ სოფელში ჩავიტანე წიგნები ბავშვებისთვის, ბიბლიოთეკაც გავხსენი. ძალიან ბევრის მაგალითი გავხდი. ჩემი ამბების მერე ძალიან შეიცვალა იქ სიტუაციები. ეხლა გოგოები აგრძელებენ სწავლას მარნეულში. და მე ძალიან რამოდენიმე ჩააბარა უნივერსიტეტში, სხვადასხვა უმაღლესში და ძალიან მიხარია. ეხლა არ გამიგია მე რომ ვინმე ნადრევ ასაკში გათხოვდეს, მაგრამ ადრე ძალიან სხვანაირი სიტუაცია იყო, სხვანაირი ის ჰქონდათ, შეხედულება ჰქონდათ, მაგრამ მამაჩემი რო დაიჭირეს, მაგის მერე თითქმის შეეშინდნენ და ვერ გაბედეს მსგავსი საქმეები. მიხარია ადამიანებს რო ვეხმარები. ჩემ თემს თუნდაც გოგოებს რო ვეხმარება, ძალიან მიხარია ერთს თუ გადავარჩინე, ეგ ჩემთვის დიდი წარმატებაა და დიდი ბედნიერება, რომ ერთს ვეხმარები. დღეს ერთ უნივერსიტეტშია, მეორე თავისნებით გათხოვდა, მესამე უნივერსიტეტი დაამთავრა. თუნდაც ჩვენი სოფლიდან დამიკავშირდა ადრე ერთ-ერთმა, მთხოვა დახმარება, დანიშნული იყო, დღეს ერთ გოგო უნივერსიტეტში კი სკოლაში სწავლობს, 12 კლასს ამთავრებს უკვე. და აღარ გათხოვდა, ესეთი ბედნიერია და ძალიან მიხარია. მამაჩემი გამოვიდა 1 წლის მერე ციხიდან. მაგის მერე ჩვენ შევრიგდით, ბოდიშიც მომიხადა, იმიტომ რომ ვერ ფიქრობდა იმაზე, რომ ნამდვილად არ მინდოდა გათხოვება. რა ვიცი, ეგონა რომ ხუმრობდი. ჩემ სოფელთან პრობლემა არ მაქვს. ჩემ სოფელებთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ჩავდივარ, ჩვეულებრივად მოვდივარ, ოჯახში მივდივარ. არანაირი პრობლემა არ მაქვს. პირველად მე რო წამომიყვანეს გავიზარდე თავშესაფარში. მე თავშესაფარის შესახებ არაფერი არ ვიცოდი. რა იყო თავშესაფარი, არაფრის აზრზე არ ვიყავი. თავშესაფრიდან თავშესაფარში გადავედი. ჩემთვის ძალიან უცხო იყო, უცხო ხალხთან გავიზარდე. ენა არ ვიცოდი, მაგრამ არასდროს კომპლექსი არ მქონია. რომ ვლაპარაკობდი, ხოლმე სულ ვიძახდი, რომ გამისწორეთ, ან შემისწორეთ რაღაცა შეცდომები რომ ექნება, მითხარით, მე არ მწვენია და არანაირი კომპლექსი არ მაქვს. ესე გავიზარდე ბავშვებთან ერთად. ძალიან რთული იყო ნამდვილად. სხვა ადამიანი ვიყავი და სხვა ადამიანი გამოვედი. ჯერ მე-9 კლასს ატესტატი მქონდა დამთავრებული და ექსტერნები ჩავაბარე 6 თვის განმავლობაში სულ სწავლობდი. დავდიოდი მასწავლებლებთან, რომ მე 10, მე-11 და მე-12 კლასზე უნდა დავამთავრო და უნივერსიტეტში უოჭველი უნდა ჩავაბარო თქო. ძალიან დიდი ნერვიულობა გადავიტანე. ექსტერნები გამოსდები ჩავაბარე, ავიღე ატესტატი. აი ატესტატის აღება თითქოს ეხლა სხვები უნივერსიტეტში ვაბარებენ. ალბათ მაგაზე დიდი ბედნიერება მქონდა, ატესტატი თუ მაქვს, ესე იგი ყველაფერი შემიძლია. მეორე წელს ჩავაბარე, როგორც ქართველები აბარებენ, ეგრე უნივერსიტეტში. და სამართლის ფაკულტეტზე რო ჩავაბარე, ეგ იყო ჩემთვის, აი თითქოს მთელი სამყარო ჩემი იყო, იმ დონეზე ვიყავი გახარებული და ჩემ თავს ვებნებოდი, რომ შენ შეძელი. მანამდე მე არც ატესტატი მქონდა, არც განათლება მქონდა. ჯერ ნელ-ნელა ვიცნობდი ხალხს, ძალიან ესეთი ვიყავი, რა ქვია, სუსტი, პატარა და იყოლა რო ჩაგრავს რაღაცა. რა შენ ვერ ჩააბარებ, შენ ვერ ისწავლე, შენგან არაფერი არ გამოვა ამ დროს. მე ჩემ თავს ვუთხარი, რომ ჩნარა შენ ყველაფერი შეგიძლია, დამოუკიდებლად დღეს მარტო ვცხოვრობ. ძალიან რთულია კი, ანუ წარმატებული ისტორია მაქვს, იმიტომ რომ დღეს წარმატებული ვარ, ცოცხალი ვარ, ბედნიერი ვარ, მაგრამ ეგ ისეთი ადვილი არ არის. ოჯახის გარეშე ცხოვრება, თავშესაფრიდან თავშესაფარში გადასვლა, თუნდაც უნივერსიტეტში ჩაბარება, მარტო ცხოვრება. შეიძლება ეხლა მიყურებენ სხვა გოგოებმაც, რომ აი როგორ უნდა მოიქცეთ, როგორ უნდა გავბედოთ. კი, შეგიძლიათ რომ გაბედოთ, ამოიღოთ ხმა, გადაარჩინეთ თქვენი საკუთარი თავი, დაიცავით თქვენი უფლებები, იმიტომ რომ შეგიძლიათ ეგ. კი, რთულია, უბრალოდ უნდა შეძლო.
13 წლის ვიყავი, ფიზიკურად, რა თქმა უნდა, კარგი გოგონა ვიყავი. გავიცანი 16 წლის ბიჭი, რომელიც ვიზუალურად იყო, მაშინ ბრედ პიტი რაღაცა ჩვენ ბავშვობაში ძალიან მოდაში თემა იყო და ძალიან მიახლოებული ვერსია იყო ბრედ პიტის. შეგვიყვარდა ერთმანეთი, ასე ვთქვათ და გავიპარეთ. დავოჯახდით. რადგან არასრულწლოვანი ვიყავი ფიზიკურად, ეხლა ხელმოწერა და ასე შემდეგ ფიზიკურად, არ გქონია, მაგრამ 2 წელიწადი და 8 თვე ერთად ვიცხოვრეთ. შობლების რეაქცია იყო როგორი, რადგან პატარა ვიყავი და თვითონაც პატარა იყო, ბავშვები არიან, ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ უკან მე სახლში შემეშინდა და აღარ მოვბრუნდი, დავრჩი. ეს ოჯახური ცხოვრება ფაქტიურად როგორ ვთქვა, ფაქტიურად ეს ცხოვრებაც არ იყო, ჩვენ ბავშვები ვიყავით, მე ძალიან ბავშვური ვიყავი, სათამაშოები თუ თამაშობდი, საერთოდ ვერ წარმომედგინა თუ გათხოვება, როგორც გათხოვება, ესეთი თემა ამასთან ასოცირდებოდა, იმიტომ რომ ვუყურებდი ბევრ მულტფილმებს, რაღაც ვკითხულობდი წიგნებს და ჩემთვის იყო მარტო საპატარძლო კაბა, უფრო რაღაც თამაში და უცებ რეალობაში სხვა თემას წავაწყდი და სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდი. ეხლა ვამართლებ ჩემი დღევანდელი გადმოსახედიდან. მაშინდელი გადმოსახედიდან ძალიან მტკივნეული იყო, იმიტომ რომ 16 წლის ბიჭი უკვე რო გახდა 17-ის, 18-ის და ჩვენი ცხოვრება დაიწყო, შემოვიდნენ სხვა გოგოები თამაში, ეპრანჭებოდა სხვებს, დადიოდა სხვა ქალებთან ერთად, ბარებში ბევრჯერ მინახია 4 გოგოსთან ერთად რო იჯდა და ძალიან ეს რაღაცა ეხლა მეცინება ამ ყველაფერზე, მაგრამ მაშინ ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო და დავიშალეთ. მაგრამ ერთი მადლობა უფალს, რითვისაც ძალიან ბედნიერი ვარ, მყავს შვილი და უკვე არის 24 წლის. მე ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი ყოველთვის, სწავლობდი მიუხედავად პარალელურად ამ ჩემი გათხოვების და შვილის და მიუხედავად, იმიტომ რომ პატრონი ბავშვის დამტოვებელი ბევრი მყავდა, მშობლები, დედა ჩემი, ბებია ჩემი, თვითონ მამამისი, მიწყობდნენ ხელს. უნივერსიტეტში ლექციებსაც ვკითხულობდი ქრისტიანობასთან დაკავშირებით, მაშინ არ ვიცი, ხატავდი კიდევაც, წერწავდი კიდევაც, ჩემ ნამუშევრებს ვყიდიდი. არ ვიცი, ყოველთვის ჩემი საკუთარი ფინანსური რესურსი მაინც მქონდა. მაგისტრატურას დავამთავრე, დოქტორანტურაც და შევდექი, ასე ვთქვათ. შეიქმნა რა პრობლემა, რაც არ მინდა და უფრო მინდა საზოგადოებას რჩევა მივცე, პატარა ბავშვები, ვინც არიან და მე ვთვლი ახლა დღევანდელი გადმოსახედი, რომ მე ვთამაშობდი, მე არ მიყვარდა. სანამ რეალურად ადამიანი არ შეუყვარდებათ, სანამ არ განვითარდებიან, სანამ არ მიხვდებიან ცხოვრებაში რა უნდათ, მანამდე ეს ამნაბიჯის გადადგამა, ძალიან სისულელია, იმიტომ რომ მე ეს პრობლემები დამიტოვა, რომ 3 წელი ლოგინად ჩავარდი. 3 წელი ლოგინად ჩავარდი, აბსოლუტურად ვერ დავდიოდი. დამჭირდა ნერვოლოგების, ფსიქოლოგების და დიდი უღრმესი მადლობა ქალბატონ ნინო ოყრიბელაშვილს ფსიქიატრს, რომელმაც გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან, იმიტომ რომ მე სულიერი თავიდან მეგონა რომ ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა. თურმე ეს ყოფილა ჩემი ბავშვობის ტრამვიდან მოყოლებული. მე ვერ აგვიყვავდი ამას ტრამვად, მაგრამ ბავშვობაში ვარ ჩაჩენილი. ასე ვთქვათ, რეალურ სამყაროში ფაქტიურად ვერ ვიმყოფები. რაღაცა გაჭედილი ვარ იმ დროს და ამ დროს შორის. მე მაქვს როგორ ვთქვათ, კომპლექსი, ასე დავარქვათ, ის რომ ვარ შვილიანი, ის რომ ვარ განათხოვარი, ის რომ ვიღაცისთვის ვარ ვთქვათ მიუღებელი, იმიტომ რომ მე როცა მეუღლეს გავშორდი, მაგ დროს ეს რაღაცა სასწაული იყო და თუნდაც ბოდიში თქვენთან და მოკლე ქვედაბოლო რომ ეცვა მეზობელი დედა ჩემთან ამოდიოდა, რახან უკვე განათხოვარ და თქვენ შულს მიხედეთ რა აცვია, რაღაცა კომენტარები და ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან დიდი ლაქა დატოვა და ეხლა დღემდე ქორწილშიც კი ვცდილობ რომ რაღაცნაირად მოგრძალებულად მეცვეს, ასე ვთქვათ. 27 წელსაც აქში როცა გავთხოვდი, შემდეგ 6 წელი მეუღლესთან ერთად ვიცხოვრე და ამ 6 წლის განმავლობაში ფაქტიურად დავიტანჯე. ზუსტად მან დაიწყო ჩემი ფსიქიური პრობლემები, იმიტომ რომ მე ვერ შევძელი ადამიანთან ერთად ცხოვრება.
ყოველ ღამის პირველ საათზე მე ვიძახებდი სასწრაფოს, მქონდა უხაერობა, შფოთვები, მეგონა რომ ყვდებოდი, მიბუჯდებოდა ხელები, ვერ სუნთქავდი, აბსოლუტურად ყველაფერი თვალებში მედღავნებოდა, გადავყავდით საავადმყოფოში, გამიგეთებდნენ დამამშვიდებელს, აბსოლუტურად ყველაფრის კვლევა ჩამიტარეს, ჩიყვი, ყველანაირი, კოაგულოგრამა, რავით, კატე, MRT და ეს არ იყო ჯანმრთელობის პრობლემა, ეს იყო ჩემი ნერვული პრობლემა. მეუღლეს რომ გავშორდი, ნელ-ნელა დავშვიდდი, დავწყნარდი, ვერ შევძელი მამაკაცთან ერთად ურთიერთობა, თანაცხოვრება ვერ შევძელი თვითონ მამაკაცთან ერთად, ანუ ცუდად ხდებოდი პირველ საათზე, როცა დაძინება გვიწევდა. ანუ ძილამდე ჩვეულებრივად აი სათამაშოებს ვიყიდიდი თუ მე თვითონ დავხატავდი თუ რაღაცას კარგად ვგრძნობდი თავს, ჩემი მეგობრები მოდიოდნენ, ვიდიოდნენ, დაღამების დროს მეწყებოდა ეს პრობლემები. ეს უფრო ნაადრევ ქორწინებასთან იყო კავშირში. არ მინდოდა ადამიანთან ერთად ძილი, არ მინდოდა ადამიანთან ახლო ურთიერთობა. ალბათ კი არა, ზუსტად ეგ არის ჩემი პრობლემა. არ მქონდა სურვილი. ეს იყო ჩემი ნაადრევი, ჩამოუყალიბებელი ურთიერთობის ბავშვობაში, ანუ რახან ბავშვი ვიყავი და ბავშვობაშივე ჩავრჩი. ანუ მე დღესაც ფაქტიურად სანამ მეორეჯერ გავთხოვდი და გავშორდი არ ვიყავი მზად, ანუ ამ ურთიერთობისთვის და არ ვიცი, ძალიან მეეჭვება რომ ოდესმე შევძლო მე ეს და მოვახერხო რომ კიდევ ოჯახი შექმნა. დღემდე დავრჩი მე ასე ვთვლი რომ მოუწიფებელი. ნებისმიერი პრობლემის არსებობას განსაზღვრავს ის თუ ესა თუ ის საზოგადოება რამდენად აღიარებს ამ საკითხს როგორც პრობლემას. ეს არის პირველი ნაბიჯი ამ პრობლემის გადაჭრისთვის. ეხლა თუ შევხედავთ ადრეულ ქორწინებას, ნაადრევ ქორწინებას და დავარქმით რომ ეს არის პრობლემა, აი ამ პრობლემის უკან ძალიან ბევრი კომპლექსური პრობლემა იმალება. რა თქმა უნდა, ეს უკავშირდება პატრიარქალური კულტურისთვის დამახასიათებელ გენდერულ სტერეოტიპებს, რაც უშუალოდ გოგონებს, ქალებს უკავშირდებათ, რომ ქალს არ აქვს უფლება განკარგოს თავისი სხეული, სექსუალობა, ასეთი ანდაზაც კი არსებობს. 16 წლის ქალიო ან ქმრის, ან ქვის ქვეშო. რას ნიშნავს ახლა ეს? ჭაბუკური ჰიპერსექსუალობა ცნობილი ფენომენია. ინტერესი აქვს ამ საკითხის მიმართ, ეცვლება სხეული, ეცვლება განწყობები და იზიდავს რომანტიკული ურთიერთობები. და ეს ანდაზა ამბობს იმას, რომ ამ ასაკშიო ან გაათხოვეთო 16 წლის გოგო, ან მოკალითო. და ჩვენი ყოფა ძალიან ხშირად ადასტურებს ხოლმე, რომ ეს არის რაღაცნაირად იმ განწყობების გამომხატველი, რაც არის საზოგადოებაში. აქ ერთის მხრივ ჩანს პრობლემა განათლების, და რომ ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით ჩვენი სხეულების შესახებ, ჩვენი ფსიქიკის შესახებ, ჩვენი განვითარების თავისებურებების შესახებ და მეორე რომ არის გარკვეულწილად ამსახველი იმისა, რომ ქალი არის ობიექტი, საგანი, რომელსაც თავისი ადგილი უნდა მიუჩინო და რომ მას არ აქვს დაუშვათ საკუთარი ცხოვრების, სხეულის, სექსუალობის, განკარგვის ნება. რასაც აკისრებს კულტურა,
აკისრებდა და დღემდე რაღაცნაირად მაინც გვიწევს ბრძოლა, ხო, ამისგან რომ ქალი იყოს განათლებული, იყოს დამოუკიდებელი, ქონდეს საკუთარი პოზიცია, ხო? ამას ძალიან აქტიურად ებრძვის აზრი, რომ ქალისთვის თავია ოჯახი, ყავდეს შვილები და ასე შემდეგ. ნებისმიერი კავშირი, კონტაქტი 16 წელს მიუღწეველ პირთან დღევანდელი, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის კოდექსით არის დანაშაული. იმ პერიოდში რა დროზეც არის აქ საუბარი, ესეთი აღქმა არ არსებობდა. და ოჯახი, რომელიც ძალიან ხშირად ბუტაფორიული ფენომენია ხოლმე, აი ამ ოჯახის შექმნის მოტივით ფაქტობრივად ძალიან ეს ალბათ არ არის ერთადერთი შემთხვევა და ძალიან ბევრი ისტორია არსებობს ასეთი გოგონები ესე ოფიციალურად ნებადართულად აღმოჩენილან მოძალადის ხელში. ვიყავი 14 წლის ცელქი გოგო, ესე მეძახდნენ და გადამიწყვიტეს რომ უნდა ვისწავლო გიტარაზე დაკვრა. ხო და ასე გადაწყდა ჩემი ბედი რომ დავიწყე გიტარაზე დაკვრა. დავდიოდი ამ პიროვნებასთან. ჩემი ძალიან ახლობლების შინაური წრე იყო, ვინც ესე გადაწყვიტეს და მეც დამითანხმეს შესაბამისად. ეს პიროვნება იყო ჩემზე 20 წლით დიდი. იყო ძალიან სიმპათიური, ძალიან ესეთი შემდგარი, მსახიობი და საინტერესო ადამიანი. მე მასთან ურთიერთობა მსიამოვნებდა. თუმცა მე არ ვფიქრობდი სექსუალურ კავშირზე. მე ბიჭისთვის ნაკოცნიც არ მქონდა, ვიყავი პატარა. ვფიქრობ, ალბათ იმ მომენტში იმ დონეზე მომაწონა თავი, იმ დონეზე შთამაგონა და დამაჯერა, რომ მე არ უნდა დაველოდო სიტყვაზე იქ სრულწლოვნებას და უკვე მზად ვიყავი ამისთვის. შესაბამისად, ზოგადად ყველა გოგოს უნდა მომავალში ყავდეს შვილი, შექმნას ოჯახი და იქეთ მიბიძგებდა, რომ ეს ყველაფერი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში. უბრალოდ, ნაადრევად მოხდა ჩვენი კავშირი. ესე ნელ-ნელა იქ ვსვავდით ხოლმე ალკოჰოლს, ჩემი ინიციატივით რა თქმა უნდა. მე ისტორიებზე მელაპარაკებოდა, ეგვიპტის ისტორიაზე, დედოფლებზე, იმაზე, ამაზე, პრინცესა იყავიო წინა ცხოვრებაშიო. ეტაპობრივად ნელ-ნელა იქ მყარდებოდა სხეულთან შეხებები. მე ამას მოყვებოდა კოცნა უკვე რაღაც ჩახუტება და ნელ-ნელა დამყარდა ჩვენი სექსუალური კავშირი, რომელიც იყო კატასტროფულად მტკივნეული, გადაბრუნებული ტიროდი ცხარეცრემლებით, აი ესე ვსლუკუნებდი, ხო ხვდებით, ესე ღვარ-ღვარით მომდიოდა ცრემლები და თითქოს ვერ იმჩნევდა ამ ყველაფერს. მე ამ აქტის დაასრულებდა, იტყოდა რომ ნერვიულობ, ჩამეხუტებოდა, ყველაფერი კარგად იქნება, ისე იქნება, რომ შენ აღარ გეტკინება, მე ამ ყველაფერზე გაგეცინება. მე რა ვიცი, არავის არ უსურვებ მართლა. დედა ჩემაც და ჩემმა ოჯახმაც, მამამაც ძალიან განიცადეს. დედა ჩემმა უჩივლა პოლიციაში, ყველანაირად ცდილობდა იმას, რომ ეგ ადამიანი დასჯილიყო ძალიან დიდი ხნით. მაგრამ ისე გააკეთა, რომ პოლიციამ უბრალოდ ეს საბუთები ჩაკეცა, აზრი აღარ ქონდა ამ ყველაფრის გახმაურებას და ბოლომდე რო გაყოლოდა ვინმე, ვინაიდან და რადგანაც დედა ჩემმა ექიმთანაც წამიყვანა გადამოწმებაზე, მე ვიყავი ქალიშვილი, არ ვიყავი ქალიშვილი. იქ უკვე ყველაფერი ნათელი იყო, რადგან მიხვდა, რავი, ტიროდით და ესე პირდაპირ დედა ჩემისთვის არ მithქვია, ხო, უცებ რომ მე მაგასთან ვიყავი. ეგ არც მithქვამს. მე ვთქვი, რომ ქალიშვილობა დავკარგე სხვასთან. ზურა არ იყო დამნაშავე, ასე ვიძახდი. ყველანაირად ვაფარებდი ხელს, იმიტომ რომ ზურა იძახდა, რომ ის ჩაჯდებოდა ძალიან დიდი ხნით ციხეში, ჩვენ დიდხანს და შეიძლება საერთოდაც აღარ შევხვედრილიყავით ერთმანეთს და იმ მომენტისთვის მე ის მიყვარდა ალბათ, ხო? რატო ვიქნებოდი, რომ ამყარებოდა. როგორი არის, გაითავისო ის, რომ შენ
სიმართლეს, ანუ ვერ იძახი სიმართლეს. ბოლოს მაინც ყველაფერი გაიგო იდეაში. ამ ყველაფერზე ზურა მეუბნებოდა, პარალელურად მე დედაჩემთანაც ვიყავი ხოლმე, მამაჩემთანაც ვიყავი ხოლმე, ზურასთანაც ვიყავი, ან ყველგან ვიყავი. ყველა თავისკენ მეკაჩებოდა და ზურა ამ დროს იძახდა, რომ ის იყო ყველაზე დიდი დაზარალებული, იმიტომ რომ მას დაიჭერდნენ, ჩასვავდნენ და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. ერთადერთი ადამიანი, ვინც დაიყოლია და ვისაც ვითომ, ანუ მისაღები იყო მამაჩემი. ანუ ეს ისტორია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ მამაჩემმა ეს იმიტომ გააკეთა იქ ნათესავები, იმდროინდელი მენტალიტეტი, ეს ყველაფერი თან ქალიშვილობას შვილი რო კარგავს ესეთ პატარა ასაკში, ურჩევნია ისევ იმ ადამიანთან იყოს, ხო, და გააგრძელოს ცხოვრება, ვიდრე კიდე რაღაცა სხვა მოხდეს, იქნებ უარესი. დავიწყეთ უკვე ოფიციალურად ერთად ცხოვრება და სამალიც აღარაფერი იყო, იმიტომ რომ ყველაფერი იცოდა. ამ პერიოდში, როდესაც ეს სკანდალები იყო, მე ცადე თვითმკვლელობა იმ დონეზე ნერვიულობდი და თავი დამნაშავედ მიმაჩნდა. მასთან თანაცხოვრების პერიოდში ჩემი ერთადერთი საქმე იყო მელაგებინა სახლი, მეკეთებინა საჭმელი. დავლოდებოდი მას, როდესაც მოვიდოდა თეატრიდან დაღლილი. ძირითადად მოდიოდა ხოლმე ყოველთვის ძალიან გვიან. მერე იწყებოდა მთავარი და ეს მთავარი იყო ვიდეოების გადაღება. ეს ვიდეოები შეიცავდა სექსუალურ ეროტიულ კადრებს. მათ ეკვებდა ხოლმე, მამზადებდა, მაყურებინებდა ეროტიულ პორნოგრაფიულ ფილმებს, ოღონდ კაცი არასოდეს არ ფიგურირებდა, ისეთი ეგოისტი ადამიანი იყო, რომ მარტო ეგ უნდა მყარებოდა. ძალიან სასაცილო არის ვითომ ეხლა ამ გადმოსახედიდან, მაგრამ იმ პერიოდში ხო საერთოდ ვერაფერს ვერო. იმ პერიოდში მეგონა რომ ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი, ჩვეულებრივი ცხოვრება და ამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში მე ველოდებოდი თეთრ კაბას. მაგრამ სად არის ის თეთრი კაბა? არასოდეს არ ყოფილა. მეძახდა ცოლს, არც ჯვარი ქონდა დაწერილი, არაფერი. ესე ვალაგებ, შევედი უფრო ღრმად და პოულობ მის ჩამონაწერს, სადაც იყო აღწერილი სახელი და გვარი აღწერილი, ესე დეტალურად არ იყო აღწერილი ისინი რას აკეთებდნენ, მაგრამ ჩამონათვალის სახელები. იქ ვიყავი მე, იქ იყო მისი კარის მეზობელი და მისი შვილიც 12 წლის გოგო და ამ 12 წლის გოგოს სურათიც ვნახე იგივე საწოლზე, აი ზუსტად ესეთი მოკლე, ძალიან მოკლე იუკა ეცვა. ესეთი რაღაცა ეს ბავშვი წამოწოლილი ესე სექსუალურად რატო უნდა ყოფილიყო და მე დავუსვი კითხვა რომ რატომ ეს გოგონა არის ჩემზე პატარა ასაკით უკვე ანუ იმ მომენტებშიც მქონდა უკვე რაღაცა ეჭვები რომ ეს არაა ნორმალური. ცოლს იმიტომ მეძახდა რომ უბრალოდ არ უნდოდა ციხე. მას უნდოდა თავისუფლება, მას უნდოდა ახალგაზრდა პატარა ბავშვი გოგოები, ყოველთვის ჰქონდა რაღაც სექსუალური ფანტაზიები, მაქსიმალისტი იყო ყოველთვის, რა თქმა უნდა, მე ანუ ეტყობა ჩემში არ იყო შინაგანად ეს გარყვნილება და ბევრ რამეზე უარს ვეუბნებოდი, შესაბამისად რაღაცნაირად 17 წლამდე გამიქაჩა. მერე უკვე ეს ჩვენ თანაცხოვრებაშიც განელდა, მისი მხრიდან განელდა. ანუ ის ადამიანი უკვე ეძებდა სხვებს. მას ჰქონდა ცალკე ცხოვრება, ჩემთან მოდიოდა მხოლოდ რაღაც ვალდებულების მიზნით. მე გავხდი უკვე 18 წლის სრულწლოვანი, ინტერესიც ჩემი არ ჰქონდა. ჩვეულებრივად გავბრაზდი, მახსოვს ფეხი, როგორც ასეთი ტაბურეტკას ამოვარტყი ფეხი და ესე ანუ ვესროლე, მაგრამ არ მოხდა. არაფერი რეაქცია, დარწმუნებული ხარ, რომ წასვლა გინდა? მეთქი, ანუ არაფრის თქმას არ აპირებ, თქო, ანუ ესე მივდივარ. გამიშვა.
ადამიანი იყო ყოველთვის ეგოისტი, ანუ თავის თავზე ფიქრობდა სულ და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს თავისი პედოფილია დაეკმაყოფილებინა. ანუ მაშინ სოციალური ქსელიც არ იყო ესე და რაღაც ნახო, წაიკითხო რაღაც ინფორმაციები, რატო ხდება ისე, რატო ხდება ესე. ამაზე რავი, წიგნიც მე მგონი არ გამოცემულა, შეიძლება გამოცემულა, მაგრამ ანუ მე ინფორმირებული არ ვყოფილი ვარ ამასთან დაკავშირებით. ანუ სულელი გოგო ვიყავი დიდხანს. 14-დან 18 წლამდე ვცხოვრობდი მხოლოდ აი ესე ჩაკეტილ სივრცეში. არაფრის უფლება არ მქონდა, ყველაფერს წვიტავდა ეს ადამიანი, ყველანაირად მზღუდავდა, რომ მე საზოგადოებაში არ გავხსნილიყავი. აქედან გამომდინარე, მე 18 წლის მაგ ადამიანისგან როცა წამოვედი, ანუ ძალიან დიდი დრო დამჭირდა, რომ საერთოდ გამეგო რა ხდება. ეს იყო უბრალოდ ძალიან დიდი ტრავმა და მე დღემდე გეტყვით რა მჭირს ხოლმე. როდესაც მე ან მარშრუტკაში, ან ნებისმიერ ტრანსპორტში ვჯდები და ვხედავ პატარა გოგოს. წარმოიდგინეთ, აი ესე თვალებს ვაცეცებ, ვინმე ხო არ უყურებს, ნეტა რატო უყურებენ ესეთ ბავშვს. ანუ მე ეს მომდევს და მგონია რომ მთელი ცხოვრება გამყვება, რომ აი როგორ უნდა შევხედო, აი მე რომ სულ აი კაცის გადმოსახედიდან ვაკვირდები ხოლმე რაღაცეებს და მე ეს მაწუხებს. ნებისმიერი კაცი ჩემს გარშემო, ვინც არ უნდა იყოს, მამა იქნება, შინაური იქნება, გარეული იქნება, მე დღემდე მგონია, რომ ყველა მამაკაცი ლამას, პატარა გოგოს, თინეიჯერს უყურებს სექსუალურად და ვარ აი გამუდმებით აი ამ პანიკაში და სულ აი ესე ვუყურებ თვალებში, მანერებში, გიჟივით ვარ მართლა. ანუ აი ეს მჭირს სულ, აი ვერ მოვიშორე ვერაფრით. გათხოვილიც ვიყავი, რავი, ურთიერთობაც მქონია, პირდაპირ ვიტყვი არაერთი. ყოველთვის მაქვს ეჭვი, რომ იმას მოსწონს პატარა ქალი. ანუ ბოდიში პატარა გოგო. ანუ თინეიჯერი მგონია, რომ ყველა კაცს უნდა სექსუალურად თინეიჯერი. აი ეს ჩამიდა მაგ საზღარმა ადამიანმა. და დღემდე ჩემი თავი კიდე 15 წლის მგონია, გეფიცებით აი მართლა ძალიან ემოციებში ვარ უკვე. იმიტომ რომ ანუ ურთიერთობასაც ვერ ვალაგებ რეალურად სიმართლე თუ გაინტერესებთ. ანუ სულ მგონია რომ მე ანუ რაც ასაკში შევალ, ანუ სასურველიც აღარ ვიქნები, წარმოიდგინეთ, ანუ ვიტანჯები, ძალიან ბედნიერიც ყოფილ ვარ მე ანუ ადამიანთან და უბრალოდ დავშორებული ვარ იმის გამო, რომ მგონია რომ რავი მგონია რომ ანუ აღარ ვარ ისეთი სასურველი, აღარ ვიქნები უბრალოდ ისეთი ლამაზი და ანუ რაღაცა შიშები მაქვს, რომ არ შეხედოს იქ სხვას, პატარას. ალბათ ვერც ვერასოდეს ვეღარ დავძლევ ამას. ანუ დამააბადა. ანუ ტვინში მაქვს უკვე მაგის სერიოზული პრობლემა. ქცევა, რომელსაც აღწერს რესპონდენტი, არის აბსოლუტურად ქრესტომათიული აღწერა პედოფილის ქცევის. როგორ იქცევა ის? როგორ ცდილობს, ჯერ ეძებს აი საქმიანობას, ისეთ საქმიანობას გამოძებნის, რომელიც მას აძლევს უფლებამოსილებას, რომ ყავდეს ან მოსწავლეები, ან რაღაცა დაუშვათ მწვრთნელი იყოს, ან მუშაობდეს. ძალიან ხშირად არის ხოლმე მაგალითად საცურაო აუზებზე მსგავსი შემთხვევები და სხვადასხვა ესეთ ადგილას ადამიანები სპეციალურად ეძებენ ან უახლოვდებიან ოჯახებს. რატომ არის, რომ მხოლოდ 7%-ია სექსუალური ძალადობის უცხო პირი და უმრავლეს შემთხვევაში ეს არის ოჯახთან ან ბავშვთან დაახლოებული პირი და ამას ეს ადამიანი გეგმავს, ასე აწყობს თავის ცხოვრებას. მე მიდის უკვე манипуляция, ხო, ეხლა манипуლირება და ბავშვის, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტად გამოყენება სხვანაირია. რაც შეეხებათ მოზარდებს, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ 16 წლამდე მიუღწეულ პირთან
ჩვენ არ ვინტერესდებით იყო თუ არა ეს ამ ბავშვის ნება. იმიტომ რომ როგორც წეგან თქვი, ის არის ასაკში, როდესაც პუბერტატის ასაკში, როდესაც სექსუალობა არის წამყვანი, როდესაც ამ საკითხის მიმართ ინტერესია წამყვანი და როდესაც აი ყველაზე დიდი სწრაფვარი რომანტიკული ურთიერთობებისკენ. ამიტომ ამ კუთხით თინეიჯერი გოგონა, ბიჭიც არის ძალიან მოწყვლადი, ძალიან იოლია მისი შეტყუება ამ პროცესში სხვადასხვა მეთოდებით. იცვლება გარკვეულწილად ცნობადობა, სექსუალური ძალადობის, მუძალადის ქცევის თუ 10 წლის, 20 წლის წინანდელ, ასე ვთქვათ, შემთხვევებს გავიხსენებთ, შეცვლილია. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია აქაც პედოფილის, ანუ ბავშვის მიმართ სექსუალური მუძალადის ქცევას დავაკვირდეთ. მას ხშირად საკუთარი თავი გამოყავს სღვერპლად და ამით манипуლირებს. გრძნობა ჭყალებში, ხო, სიყვარული, რომელსაც ეძებს, იმიტომ რომ თინეიჯერებს სიყვარული აქვთ უფრო, ამას უფრო სიყვარული უფრო უყვართ როგორც მოვლენა, როგორც ფენომენი, ვიდრე ადამიანი, იმიტომ რომ ჯერა ისინი ამისთვის მზად არ არიან არანაირად, ხო? ეს გრძნობა ჭყალებში უკვე არსებობს და ძალიან იოლია და ძალიან დღეს რა ბარიერიც არსებობს, არის ის, რომ თვითონ შეიძლება სღვერპლი ასე ვთქვათ, მალავდეს და რაღაცნაირად აი ამ გრძნობის რა ვიცი, გრძნობა დავარქვა თუ რა დავარქვა, აი ამის ხარჯზე, ასე ვთქვათ, არ უმხელდეს ამას დაუშვათ იგივე პოლიციელს, არ მიმართავდეს სამართალდამცავ სტრუქტურებს და შეიძლება საკუთარ მშობლებსაც ეხვეწებოდეს, რომ არ დამღუპო, მე ის მიყვარს, მე მინდა და შეიძლება ეს ამბავი დარჩეს გარკვეული ასე ვთქვათ, ოჯახის წრეში და არ გავიდეს და აღმოჩნდეს. თუმცა საზოგადოება უნდა იყოს ძალიან ხიზლად, იმიტომ რომ დღეს ამას ვეღარ დამალავ. როდესაც შენ ხედავ, რომ დაუშვათ 16 წლამდე მიუღწეველი გოგონა ქორწინებაშია, დასრულ მამაკაცთან, მეზობელმაც, ნათესავმაც, მეგობარმაც უნდა იცოდეს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამის შესახებ შეტყობინების გაკეთება და ეს ბარიერი უკვე არსებობს, ვერ დაიმალება ეს ურთიერთობა, თუ კი აქ ქორწინებით დასრულდება. ამიტომ ამ თვალსაზრისით ცნობიერება ბევრად უფრო გაზრდილია, თუმცა სამწუხაროდ ყავს ძალიან ბევრი ქალი, დასრული ქალი, რომელსაც ასეთი ისტორია ჰქონდა.